მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, ყველა ვინც მიყურებთ, ყველა ვინც შემოდიხართ ჩემს არხზე, ხართ ჩემი ერთგული მაყურებლები და ყველას მოგესალმებით დიდი სიყვარულით. მშვიდობა გქონდეს ჩვენ ყველას, ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში, ჩვენს ცხოვრებაში. როცა დამშვიდებული ადამიანი მაშინ ის რაციონალურია და აბსოლუტურად ყველაფერს კარგად ხვდება და აზროვნებს, როცა აღელვებულია, გაღიზიანებულია, განერვიულებულია, იმ ადამიანს იმ დროს, უჭირს საღი აზროვნება. ეს არის მეცნიერების, ფსიქოლოგების, ძალიან ბევრი კვლევების დამადასტურებელი შედეგი. ექსპერიმენტალურად და ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს ამის შესახებ. ამიტომ შვიდად, წყნარად დავიმშვიდოთ თავი, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და ასე შევხვდეთ ყოველ დღეს. და ვთქვათ მადლობა ყოველ გათენებულ დღეზე. მოკლედ, ეხლა არის აქ ესეთი კითხვა, თებერვლის ენერგიები როგორი იქნება ჩვენთვის ყველასთვის ზოგადი ანალიტიკური გაშლა Richard Creative Fatumის დასტით და მე პირადად გადავხედოთ. თქვენ ხო პირადი გაინტერესებთ უფრო. დავიწყეთ აბა თებერვლის 2026 წლის თებერვალი როგორი იქნება ჩვენთვის. დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ კარგს უყვარს კონკრეტიკა. საქართველოსთვის, ვინ საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მაცხოვრებელია. როგორი იქნება საქართველოსთვის 2026 წლის თებერვალი. ენერგია, ყვა ჩვენ ზოგადი. გლობალური ზოგადი გაშლა 2026 წლის თებერვალი საქართველოს. როგორი ენერგია ჩვენთან? ვაუ, საზღვრების დაცვა. რა ხდება? ეს არის ძალიან მაგიური კარტი, დასტა. შედგენილი მაგებისგან და ესეთი ძალიან ცნობილი ეზოთერიკოსებისგან. ყველას არა აქვს ეს დასტა. რა ვიცი, ეხლა ათასობით დასტაა, მაგრამ თუ გაინტერესებთ, უბრალოდ გითხარით, ისტორია მოგიყავით. ეხლა ნახეთ, პირველი არის The Judgment, ეს არის განკითხვის დღე, მიმდინარეობს სასამართლო, უზენაეს სასამართლო. ეს როგორც მთლიანობაში დღეს კაცობრიობაში და სამყაროში ხდება, ასევე ჩვენთან საქართველოში. იქ რაღაცა ისეთი, ასეთი, აღარ გადაფარვა, გადმოფარვა არ, ყველაფერი გამომზეურდება. ყველა მოიხდის კანონიერად სასჯელს, კარმა, რას ნიშნავს? ვინც დააშავა, იმან უნდა გადაიხადოს. ასეთია სამყაროს კანონი. რას ვისაუბრთ? მიდის უზენაესი სასამართლო, განსჯის დღე. ესეთია ეხა თებერვალი. ალბათ დაიჭერენ კიდე ვიღაცებს, იქნება მთელი ამბები, რეფორმები და ასე შემდეგ. პოლიტიკოსი არ ვარ, არც მაინტერესებს, მაგრამ ზოგადად ვსაუბრობ კონტექსტში. ეხლა აქ არის ესეთი რამე. პოზიციების საზღვრების დაცვა. ნახეთ, არის რაღაც სიტუაციები, სადაც ჩვენი მთავრობა არის თუ რაც არის, საზღვრების დაცვით, მეტი აღარ შემოიფარგლება. აღარ გახსნის ალბათ იმ რასისტი არ ვარ, მაგრამ არაბებზე და ასე შემდეგ. და ძალიან კარგი მივესალმები. მე აქ მოდის კიდე რაღაც ახალი რეფორმები თუ კანონები, განათლება, კულტურა, რაღაცები, ცვლილებები, კარგის მხრივ, ძალიან სწრაფი, მაგრამ ბრძოლა არის იქიდან, ნახეთ საიდან. ბრძოლა არის იმ მთავარი, ასე ვთქვათ,
როგორ თქვა, the global corporation მასონებიდან, ანუ აი იმ სისტემიდან, რაც დღეს ხდება და გამოაშკარავდა და ვიცით, ანუ ცეცხლით იწმინდება სამყარო, ანუ მოვიდა უკვე ის დრო გამომზეურების, გამოაშკარავების, იმიტომაც ამოვიდა the judgment თავიდანვე, ვირში სუდნი ძენა რუსულად, ხო? განკითხვის დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ფერი, ასე თუ ისეა, უმეტესობა, ხო, რასაც ჩქმალავდნენ, არა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ეს უკვე ზემოდან არის დაკანონებული, ეს აქ დედამიწისეული და სამყაროს, ანუ აი აქ ცხოვრები, ხო? დაწერილი კანონებით კი არა, სამყაროს კანონებით და ღვთიური კანონებით მიდის უკვე გასამართლება. და ძალიან სწრაფად, ცეცხლი, არ ვიცი რატომ, კიდევ ერთხელ ვიძახი, მაგრამ ბრძოლაა, აი ძალიან დიდი გველეშაპი რო იტყვიან, ცეცხლოვანი, გვებრძვის, მაგრამ რა ვიცი, ბრძოლაში ვართ რა. ბოლოს, ეხა ძალიან კარგი კარტია, მატრიარქატული, ანუ empress, იმპერატრიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ენერგია საქართველოსი უფრო მატრიარქატული, ანუ ქართული, ანუ რა არის, ხო? დედა, აი ქართლის დედა მაგალითად სიმბოლიკა როა, ხო? აი რაღაც მიზიდვის, მზრუნვის, ანუ ყველაფერი კარგია ამაში ჩადებული და რაც თავარია ზის სტაბილურად, ანუ ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა საქართველო, ხო? იმიტომ საქართველოზე დავსვი და აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ესე იგი გაწმინდავს, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩაკეტავს საზღვრებს ვიღაცეებზე, მიიღებს ახალ რეფორმებს. აი, განათლება, კულტურა და ასე შემდეგ, ექნება ბრძოლა, ასევე ჯანდაცვის მხრივ. რატომღაც ესე მომდის, ეს ხო არ არის მარტო ინსტრუქციული გაშლა, ეს არის ინტუიციური გაშლაც, ხო? დაყრდნობილი ჩემ პრაქტიკაზე. ხო და აი იქნება ეს ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ანუ ძალიან კარგი კარტია, რაც მანუგეშებელია. იმ მხრივ, რომ მაინც აი მიზიდვის რა, მოზიდულობის, ანუ კარგის, მზრუნველობის, იგივე აყვავების, სილამაზის, აი ყველაფერი ერთად არის შერწყმული, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა. ხო? ყველანაირი ფლორა ფაუნით დაჯილდოებული, შეიძლება ესეც ვთქვათ, სიმბოლიზმით თუ ვისაუბრეთ. მაგრამ ისედაც აყვავების კარტია. და ბოლოს, აბა, რჩევა რა იქნება საქართველოსთვის? რჩევა. ეს თვე, თებერვლის თვე 2026 წელი. ანუ რჩევა ისევ პოზიციების დაცვა, ანუ აქ არის საზღვრების დაცვა. კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას, აუცილებლად უნდა საზღვრები დავიცვათ. ანუ ნახეთ, დგას ადამიანი და ჩაკეტილი აქ. და იყურება და ეს მიღებულია ეს კანონი, რომ უკვე აღარავინ აღარ შემოვიდეს, იმიტომ რომ ესე იგი რახან მიგვანიშნებენ, მე ხა მარტო თებერვალზე არ არის, ზოგადად კი თებერვლის თვე ვთქვი, ალბათ ამ თვეში უფრო გამკაცრდება, შუიდან ალბათ. მაგრამ მიდის ეს რეფორმა, საზღვრები ჩაიკეტება იმათვის, ვინც, ანუ ასე რომ შემოდიოდნენ და იყო შემოდინება ამათი, ვიცით ახლა ვისიც და ძალიან კარგია, რჩევაც ეს არის რა ფაქტიურად. რჩევაც ეს არის, მაგრამ რაც თავარია მანუგეშებელი კარტია, ისევ და ისევ ქალური ენერგიის, ანუ ეს არა მარტო ის არის, რომ აი ვთქვათ, იგივე სილამაზე, სტაბილურობა, ბუნებასთან შეერთება, შერწყმა, დედობა, ზრუნვა, ანუ ბევრი რამეა ამაში. ნახეთ, ბევრი რამეა, მაგრამ ასევე შემიძლია გავამახვილო ყურადღება, რომ აი ქართველი ქალები, უმრავლესობა, ქართველი ქალები, დედობის ინსტიტუტი.
ანუ აი რაღაცა არის ჩვენში ქართულ გენში. ჩვენს არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ ხარ დედა, მაგრამ ქართველი რო ხარ, გენეტიკა ხო გაქვს ქართული. და უკვე შენ მატარებელი ხარ აი ამ ზრუნვის. აი ესეთი ანუ გესმით რისი თქმა მინდა. აი ამაზეც მიგვანიშნებს, რომ ქალები უფრო გადაარჩენენ ალბათ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს. ანუ ქალური ენერგია მეტია. თუ შეიძლება განვასხვავოთ, ამ შემთხვევაში ქალური ენერგია მეტია. რატო? ქალი მზრუნველია. ქალი მეტის მომთმენია, მეტის ამტანია. ისედაც უფრო მშრომელია, ნუ ხა არ მიწყინოთ მამაკაცებო. და ქალზე დგას თითქმის მთელი საქართველო, ხო? აი, ვინც არიან ემიგრანტები ხა, ვინც მიყურებთ, ხო იცით არა როგორც არის. და ამას მაჩვენებს. კი ბატონო. და ეს არის ანუ ზემოდან ყველაფერი და სულიერება, რაც ვთავარი, იეროფანტი, სასულიერო ჩვენი აი ეს პრინციპები, ჩვენი სული, ანუ სულიერება, ჩვენი ტრადიციები, აი ავტორიტეტია, ეს ავტორიტეტია. აი ამის დაცვა, აი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ეს იერარქია უნდა იყოს დაცული, ყველაფერშია ეს იერარქია, ყველაფერშია თავის კანონები და ჩვენ გვევალება რომ ვიყოთ როგორც იმპერატრიცას ენერგია, მზრუნველი, ლამაზი, მშრომელი და ყველანაირად, ესე იგი, თბილი ენერგია მოდის, ხო? ქალი, რომელიც დგას, შეიძლება, ეხლა ვერ შევადარებ, რა თქმა უნდა, დედა ღვთისმშობლის წილხვედრია, ღვთისმშობლის წილხვედრია და მფარველობა აქვს დიდი, ვიცით. ქალური ენერგია, ხო, ესეც. მაგრამ ესეც იგულისხმება. და რა თქმა უნდა, იეროფანტი ამოდის აქაც ის, რომ ჩვენ მაგალითი ვიქნებით. ჩვენი ოჯახის ინსტიტუტი, დედობა, დედმამიშვილობა, იგივე ჩვენი თუნდაც სულიერება, ჩვენი ტრადიციები, რაზეც ვდგავართ, როგორც მოვედით წინაპრებიდან წამოსული, ხო? აი ამაზე გვაჩვენებენ, ამაზე მიგვანიშნებენ, რომ ზუსტადაც აი ამიტომ გადავრჩებით და ეხლა აბა პირადზე ხო გითხარით, რომ მეთქი ორი სიტყვით ვნახოთ. თუ შემოვა ახალი, იმიტომ რომ იყო ესეთი მოთხოვნილება, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი ორ პოზიციაზე გავაკეთებ ამ მაგიური დასტით. ახალი ადამიანი თუ შემოვა თქვენთან, ჩაიფიქრეთ პირველი ან მეორე. და ვნახოთ, ახალი ადამიანი თუ შემოდის ამ 17 თებერვლიდან დგება უკვე თესლოვანი ცხენის წელი და ამ 2026 წელს. აბა ახალი ადამიანი პირველი. მოკლედ ძალიან ბევრი გიდარდიათ, გიწვალიათ. ანუ წარსულ ურთიერთობას გულისხმობ, თუ არის ესეთი რა მსგავსი კომენტარებში მომწერეთ, რომ რეზონირდა და დამილაიქეთ. ამოსულ ხართ იმ რაღაცა დიდი ტკივილიდან, გულგაცრუებიდან, პარტნიორისგან გაგიცრუვდათ გული და აი იმ დარდებიდან გაქვთ ამოსვლა, ანუ ადამიანი, რომელიც ამოდის იმ ტკივილისგან, ეს არის ქვეცნობიერი, ხო, შიგნით უნდა ჩავიხედოთ ღრმად, ეს არ არის მარტო ისე გარედან ნათქვამი სიტყვები, იმიტომ რომ თქვენ, ანუ გაქვთ ამის ძალა, შორს წვეტელი ქალი ხართ და ამიტომ გეძლევათ შანსი. ნახე, ბრილიანტი უჭირავს ქალს ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც იყო წარსულში, ხო, ამოსვლა გაქვთ. ამოდიხართ, როგორც აი ეს მამაკაცი ეპოტინება. და ამოდის და აქ მწვანე მდელოა და უკვე გამოდის განთავისუფლებულია, ხო, თითქმის. აქედან ნახეთ აი ეს მტრები რო დგანან და უყურებენ. ანუ ეს ხო სიმბოლიზმია, ყველაფერი უნდა ავხსნათ. ეს არის ის დარდები, ის წუხილი, ის შიშები, ის გულგაცრუება, რაც ჩვენ ვიგემეთ, რაც ჩვენ გავიარეთ, ეხლა ამოსვლა გვაქვს და უკვე შემდგრები, გაწონასწორებულებით, ცივი გონებით, ანალიტიკური გონებით,
ბრილიანტი უჭირავს ხელში. რა არის ეს ბრილიანტი? მისი ინტუიცია, მისი ხედვა, შორსჭრეტელობა, ცივი გონება, გონებამახვილობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ის, რომ აღარ დაუშვებ შეცდომას, რაც წარსულში, ანუ შანსს აძლევენ პირველ ვარიანტს, შენ უკვე შემდგარი ხარ და შენ ცხოვრება შენ განაგებ, ასე რომ გაქვს შანსი, შენ ხელშია, გესმის? შენ ახალ ადამიანს შემოუშვებ თუ არა, შენზეა დამოკიდებული და გადავედით მეორე ვარიანტზე. აქ პირდაპირ მაჩვენებენ, რომ გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია, გაქვთ ასევე მიდრეკილება საიდუმლო ცოდნებთან, ეზოთერია, ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ეს ყველაფერი შედის. ბუნებით ხართ high priced-ის, ქურუმი ქალი, ბუნებით დაჯილდოებული. შეიძლება ხედვაც გაქვთ, ან სიზმრები გაქვთ და ეს ყველაფერი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაფიქრდეთ, არჩევანის წინაშე დადგებით, შეიძლება ორი ადამიანი გამოჩნდეს, ან ორზე იყოს საუბარი და თქვენ ფიქრობთ ჯერჯერობით არც ერთზე, ანუ ორივეზე ერთნაირი ის გაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვარიანტი 2-ია. თქვენ ინტუიციას მიენდეთ, თქვენ ცოდნებს დაეყრდენით, თქვენ კიდე პროცესში ხართ, სამყაროს კიდე აქვს თქვენზე, ანუ რაღაცა ესეთი მესიჯები, ინსაიდერი რო არიან, ხო, ადამიანები რო აი მოздით რაღაცა, ხო, მოздით, აი თქვენ მოგდით. ზოგჯერ. გახსნილი გაქვს რო არის ეს, ანუ იმათ როა, რა ქვია, რო ხუმრობენ ამ თემაზე. გახსნილობა რას ნიშნავს, რომ ზუსტად ინტუიციურად, ზუსტად აი მენიშნებით, ზუსტად იქ რაღაცა მუსიკით, იქ რაღაცა ფრაზით, იქ რაღაც ადამიანით, აი რაღაც ჯაჭვი იკვრება, ვითომ შემთხვევით, ვითომ მოულოდნელად, ვითომ ისე, ვითომ ასე და ამ დროს გვეძლება, ანუ ხელში გაქვს გასაღები. შენი ბედი შენ ხელშია. მეორე ვარიანტსაც იგივე შეიძლება ამოვიდეს, უბრალოდ აქ ამოდის ის, რომ შენ ინტუიციურად უფრო ძლიერი ხარ, იმიტომ რომ უკვე როგორც ქურუმს ისე ხედავს, ვინც მეორე ვარიანტი აირჩია და აქაც აი არჩევანის წინაშე. ნუ ეს ჯერ ერთ-ერთი ფინანსური, მატერიალური კარტია, რაც ნიშნავს, რომ 2-3 მსახური შეიძლება გამოგიშდეს, ან რაღაცა მეორე შემოსავალი გაგიშდეს, ესეც არის. მაგრამ ეხლა ჩვენ პირადზე ვთქვით, ხო? ამ შემთხვევაში ნახე, ადამიანი ზის, ფიქრობს და ანუ საკენკი უჭირავს ყელში და უყრის ქათმებს და ქათამი ჩანს 2, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი როგორ ავთქვა ქართულად? wish, ხო, სურვილი, შენი განზრახვა სამყაროში რო გაუშვი, ეხლა, იმიტომ რომ გააქა ეს ცოდნა აფირმაციით თუ რა ვიცი, შენი მაგიური ძალით, აი ეხლა შენ ზიხარ და ელოდები და 2 გამოჩნდება და აქედანაც სამყარო გაძლევს თავისუფალ ნებას, შენ უნდა აირჩიო, ნახე? დაელოდე, ჩემო კარგო, აუცილებლად გამოჩნდება. თანაც 2, მეორე ვარიანტთან ეს არის და ბოლოს, აბა, ნახოთ რჩევა პირველი და მეორე ვარიანტისთვის. ვინც ახლა მიყურებთ, ვინც აქ ხართ, თქვენთვის იქნება აქტუალური, როცა არ უნდა შემოხვიდეთ, თუ დაგაინტერესათ ამ სათაურმა და ჩემმა არხმა, დამილაიქეთ, გამოიწერეთ, მე აქ ვარ თქვენთან. რჩევა. კი ბატონო. თქვენ როცა იყავით რთულ მდგომარეობაში, გქონდათ ჭხუბი, კონფლიქტი, შეიძლება თქვენ თავთან, არ აქვს მნიშვნელობა, ან მტრები გყავთ, ამ მტრებთან, ან მოწინააღმდეგეებთან, რაღაც მომენტში იდექით გზის გასაყარზე, თითქოს გინდოდათ ახლა გადავეშვები, გადავექანები, აღარ მინდა არაფერი, ანუ და ამ დროს იმ დიდმა ძალამ, იმ ღვთიურმა ინტუიცია აქვია თუ რაც გინდათ ის დაარქვით. მესამეს უნთქვა. აი, ჩიხში იყავით მომწყდეული ყველა მხრიდან. არ არის ეს მარტო პირადზე, საერთოდ ცხოვრებისეულ მომენტზეა და რაღაცა სიტუაციამ გამოგიყვანათ მდგომარეობიდან და ისევ პაჟის პოზიციაში, ანუ დამწყების პოზიციაში ჩაგაყენათ. რატომ? რომ თავიდან დაგეწყოთ ყველაფერი. თუმცა ბრძოლა გადაგიტანიათ და ეს იყო თქვენი ბედი, ეს იყო გასამრჯელო სამყაროდან.
ნახეთ, ეს უნდა გაგევლოთ, ნახე, აიწონა, რას ნიშნავს, ხო, სასწორი უჭირავს ხელში. ანუ იმ თქვენი ტკივილით თქვენ გადაიხადეთ. და ეხლა იწყება თავიდან. დატრიალდება ბედის ბორბალი წაღმა, რაც ნიშნავს, რომ თუ უკუღმა ტრიალებდა აქამდე, მტრები, მოწინააღმდეგეები, განცდები, დარდები, ვალები, ყველაფერი შეიძლება, ხო, ამას მივაწეროთ, საჯარო გაშლა. აი, დაბალანსდა. თქვენ გადაიხადეთ და დაიწყება ხელახალი ბრუნვა. ანუ რა? ბედის ბორბალი, ფორტუნა. რაც იმას ნიშნავს, რომ დატრიალდება უკვე წაღმა თქვენი ცხოვრება და აქ უკვე ამოდიხართ აი ესეთ ცხრიან თასებში ამ შემთხვევაში, ამ დასტაში არის ბედნიერი, კმაყოფილი, ყველანაირად აყვავებული და თან რა თქმა უნდა პარტნიორთან ერთად სიყვარულით სავსე ქალი, რომელსაც აქვს თავისი სახლი, ოჯახი, ლამაზი, აი ხო ხედავთ არა გარემოს. საყვარელი ადამიანი, შვილები, თუ არ ყავთ, გეყოლებათ და კომფორტშია, ბედნიერად არის, დაცულია, თავის საყვარელ ადამიანთან არის და კმაყოფილი, ანუ სავსეა გრძნობით, ნახეთ. აი, აქამდე მიხვალთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე გადაიხადეთ თქვენი ტკივილით. მოკლედ, თუ მოგეწონათ ჩემი გაშლა, თუ რეზონირდა, თუ რა ვიცი, რაღაცა დაემთხვა, ისე ხო არ არის, ხო, სამყაროს შემთხვევით არაფერი არ ხდება. ხო და დამილაიქეთ, მომწერეთ კომენტარებში რა გინდათ, რა თემაზე გინდათ, აქ ვარ. აი ესეთი მაგიური დასტით გაგიშლით, რომელიც 100%-იანია, იმიტომ რომ ეს დასტ არის შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ ძალის მქონე ადამიანებისთვის, აღარ დავაკონკრეტებ და აბა თქვენიც დროებით.